გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ უნდა შევავსოთ ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია. ამისათვის გამოვიყენოთ შემოსავლების ვებგვერდზე არსებული სატესტო ვერსია, რომლის მომხმარებელი არის თბილისი. ხოლო პაროლი 1-დან 6 ჩათვლით. ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის ნიმუში. გავხსნათ ახალი დეკლარაცია. აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ახალი დეკლარაციის გახსნისას 2025 წელი არის მითითებული. ხშირად არის ასეთი კითხვები, რომ 2024 წელზე ხო არ გადავიყვანოთ? არა ბატონო, არ უნდა გადაიყვანოთ, ვინაიდან თქვენ მაშინ დაადეკლარირებთ არა 25 წლის ქონების დეკლარაციას, არამედ 24 წლისას. პირველი, არ აღემატება 40,000 ლარს. მომნიშნოთ. როდესაც ჩვენი ოჯახის შემოსავალი არ აღემატება 40,000 ლარს, ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვერიცხება მიწის ნაკვეთები, მაინც გვიწევს ქონების გადასახადის დეკლარირება. რატომ? ვინაიდან მიწის გადასახადი არ არის მიბული ჩვენს მიერ მიღებულ შემოსავლებთან. დღეს განვიხილოთ მეორე. შეადგენს 40-დან 100,000 ლარის ფარგლებში ჩვენი შემოსავალი. რა ხდება ამ შემთხვევაში? მოვნიშნოთ აღნიშნული შემოსავლის ზღვარი, საოჯახო და ინდივიდუალური. ავირჩიოთ ინდივიდუალური. დაბლა მაშინათვე გამოჩნდება. იხილეთ საჯარო რეესტრიდან მოწოდებული ინფორმაცია თქვენზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ, რომელზეც დაკლიკებით გამოჩნდება ჩვენ სახელზე რიცხული ქონების ჩამონათვალი. ეს იქნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბინა, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი. ყველა ქონება, უძრავი ქონება, რაც არის ჩვენ სახელზე რიცხული. და აქედან უნდა გადავიტანოთ დასაბეგრ ველში. აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, წითლად რა არის აქ მონიშნული. ინფორმაცია მოწოდებულია საჯარო რეესტრიდან და ასახავს დღეის მდგომარეობის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციას. ეს გაწითლებული იმიტომ არის, რომ ჩვენ მივაქციოთ ყურადღება ერთ რამეს. თუ ჩვენ 25 წელსაც გვაქვს შეძენილი ქონება, უძრავი ქონება, ეს ამ ჩამონათვალში იქნება და ჩვენ დღეს რასაც ვადეკლარირებთ, იქ 25 წელს შეძენილი ქონება არ შეიტანება გარდა მიწისა. თუ ეს მიწა იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე შეძენილი, ეს მიწაც მოხვდება 2025 წლის დეკლარაციაში, იმიტომ არის ეს წითელი. ეს საკითხიც ამოვწურეთ. შემდგომ დაბლა მითითებულია იხილეთ შსს მომსახურების სააგენტო და მოწოდებული ინფორმაცია თქვენზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. აქაც დაკლიკებით გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება ჩვენ სახელზე რიცხული მოძრავი ქონება, ავტომანქანა იქნება თუ სხვა სატრანსპორტო საშუალება. იქნება სახელი და გვარი მფლობელის და ქონების გრაფაში იქნება მოდელი, სახელმწიფო ნომერი. პირველი არის მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება. ჩვენ ჩამონათვალში თუ ვნახავთ, რომ გვაქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დაწყაპუნებით გაიხსნება ფილტრი, ავირჩევთ არასასოფლო-სამეურნეო მიწას და ჩავაგდებთ გრაფაში. შემდგომ მდებარეობა პირობითად ავიღოთ თბილისი. ვაკეს საბურთალოს ავირჩევთ, საბურთალო ჩამოიშლება დიღომი, ვაშლი, ჯვარის უბანი, ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალო და ასე შემდეგ, რომელ ზონალურ სეგმენტში მოიაზრება თქვენი არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდებარეობა იმის მიხედვით შეარჩევთ. მე ავირჩევ პირველს, დიღომი ვაშლი ჯვარის უბანი თვალსაჩინოებისთვის. კვადრატული ფართობი იყოს 300. შეღავათის გრაფა. შეღავათის გრაფაზე დაკლიკებით გაიხსნება ფილტრი, სადაც არის პირველი შეღავათით არ სარგებლობ, დაბლა არის შეღავათები twin სარგებლობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავირჩევ შეღავათით არ სარგებლობ. ბოლოში არის მწვანე პლუსი ნიშანი. ამ პლუს ნიშანზე დაკლიკებით პირველი ჩვენი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა აისახა დეკლარაციაში. მეორე განვიხილოთ თქვათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა გვერიცხება. დაკლიკებით სასოფლო სამეურნეო მიწაზე გამოჩნდება ჩამონათვალი სათიბი სასოფლო სამეურნეო, საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და საგარაკე ნაკვეთები, საძოვარი, სახნავი და სხვა მიწები. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ტერიტორია თბილისის დასახლებები, სოფლები. პირველი ავირჩიოთ შილდისი, რომ დრო არ დავკარგოთ. ახლა ყურადღება კიდევ მინდა მივაქციოთ, როდესაც ჩამონათვალში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის ფართი მითითებული არის კვადრატულ მეტრებში, აქვე მაუსის მიტანით გამოჩნდება, რომ არასასოფლო სამეურნეო მიწა მიეთითება კვადრატულ მეტრებში, ხოლო სასოფლო სამეურნეო მიეთითება ჰექტრობით. ამიტომ თუ ჩვენ 500 კვადრატულ მეტრს სასოფლო სამეურნეო მიწას ვფლობთ, ის უნდა გავყოთ 10,000-ზე და გამოვა 0,5 ჰექტარი მიწა. დავდგებით შეღავათების გრაფაზე, აქვე მოვნიშნავთ არ სარგებლო შეღავათით, პლუს ღილაკზე დაჭერით, ესეც არის შევსებული. გადავიდეთ დასაბეგ ქონებაზე, გარდა მიწისა ქონების გადასახადის გაანგარიშებაზე, სადაც არის უძრავი ქონება გარდა მიწისა, როგორც თვითონ სათაურში ჩანს. ჩამოვშალოთ სხვა დანარჩენი, ბინა, საკუთარი სახლი, აგარაკის შენობა-ნაგებობა, დაუმთავრებელი მშენებლობა. სხვა დანარჩენში მოიაზრება ავტოფარეხი, საკუჭნაო, სარდაფი. ერთი სიტყვით, რაც ამ დანარჩენ ჩამონათვალში არ მოიაზრება, სხვა დანარჩენში აისახება. ახლა ჩვენ სახელზე რიცხული ბინა როგორ უნდა გავატაროთ. ჩავაგდებთ ბინას, თბილისს მოვნიშნავთ, თბილისი გარდა თბილისის დასახლებებისა. ეს არის ქალაქი მოიაზრება. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება პირობითად ვთქვათ 300,000 ლარი. დასაბეგრი საბაზრო ღირებულება რომ უფრო ზუსტი იყოს, ამისათვის ჯობია ამერიკულ დოლართან, აშშ დოლართან მიმართებით განსაზღვროთ შარშანდელი წლის ბოლოს კურსით და ეს იქნება უფრო ზუსტი თქვენი საბაზრო ღირებულების ასახვისთვის. შეღავათით არ სარგებლობ. ასევე აქ არის საკუთრებაში, სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული პერიოდი. თუ ეს ბინა თქვენ შეიძინეთ წლის ბოლოს, თქვათ ნოემბრის თვეში, გამოდის 2 თვე გაქვთ მფლობელობაში და დააყენებთ 2 თვეზე. ვინაიდან საბაზრო ფასთან მიმართებაში გადასახადი პროპორციულად იანგარიშება. 40-დან 100,000 ლარის ფარგლებში მიღებული შემოსავლების დროს ტარიფი არის, კოეფიციენტი, ასე ვთქვათ, 0,2. ხოლო თუ აღემატება ჩვენი შემოსავალი 100,000 ლარს, მაშინ ეს კოეფიციენტი იქნება 0,8. ეს განსხვავება არის ამ ორ ზღვრულ შემოსავლებს შორის. გავაგრძელოთ შევსება. სხვა დანარჩენი.
ავტოფარეხი განვიხილოთ. მდებარეობა ჩავწეროთ, საბაზრო ფასი 30,000 ლარს გავაკეთებ, დაახლოებით 10,000 დოლარის ფარგლებში. შეღავათით არ სარგებლობ, ფლობა დაუშვათ თუ ეს ავტოფარეხი ამ ბინასთან ერთად შევიძინეთ ნოემბრის თვეში, გამოდის ფლობელობაში 2 თვე. დავაჭერთ პლუს ღილაკს და აისახება. შენახვის ღილაკით დავიმახსოვრებთ. გავხსნათ, თვალი გადავავლოთ, მონიშნულია 40-დან 100,000 ლარის ფარგლებში შემოსავალი, მონიშნულია ინდივიდუალური, ორივე მიწის ნაკვეთი შეტანილია, ბინა შეტანილი არის, სხვა დანარჩენით შეტანილია და დავაჭერთ გადაგზავნის ღილაკს. გამოვა შეტყობინება, რომ ნამდვილად დეკლარაციის გაგზავნა, უპასუხებ დიახ და გადაიგზავნება. მაშინათვე გამოიგზავნება შეტყობინება. გამოვა შეტყობინება, რომ დეკლარაცია გაიგზავნა წარმატებით, ასევე შეტყობინება მოგივათ, თუ რამდენი გიწევთ 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით გადასახადი. აქვე დავამატებ, რომ ამ წელს 15 ნოემბერი დაემთხვა არასამუშაო დღეს და ბოლო ქონების გადასახადის გადახდის ვადა იქნება 17 ნოემბერი. მადლობა.